თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიშ. სიტყვა იესე, მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთ შაბათად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხვა იგი მარიამ ხილვად საფლავისა. და აჰაძრვა იყო დიდი, რამე თუ ანგელოზი უფლისაი გარდა მოხდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მასზე და იყო ხილვა იმისი, ვითარცა ელვაი და სამოსელი მისის პეტაკ, ვითარცა თოვლი 28, 1-3. გუაკურთხენ უფალო. კურთხეულ არს უფევა იმამისა და ძისა და წმიდისა სულისაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. პირველად აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მერმეღა მოვიდა ანგელოზი, გარდააგორვა ლოდი იგი და დაჯდა მასზე და რამე თუ დედათა მათთვის იყო მოსვლა იმისი, რაითა ახაროს მათ და აუწყოს აღდგომაი უფლისაი. და ჭეშმარიტად ღირს იყვნას ხარებასა მას ანგელოზისასაც წმიდანი იგი დედანი, რამე თუ ესე ვითარი აჩვენეს სიმხნე და სარწმუნოება იმ ხურვალე. ჰოი საკვირველი უცხოი. პეტრე თავი იგი მოწაფეთაი, შეშინდა ერთი სამხევლისა სიტყვათაგან და უარყო უფალი პირველ ჯვარცუმისავე და დედათა შემდგომად დაფლვისა დაივიწყას ყოველივე უძლურებაი დედობრივი და მოვიდეს ახოვნებით საფლავისა ხილვად, რაითა ნუგეშინის ეცეს მწუხარებასა მათსა. მოვიდეს ხილვად საფლავისა და ეშინო და მიახლებად შიშისა მისთვის მცველთაისა. ამისთვის შორითვე ცრემლოდეს და ურთიერთას ესე ვითართა სიტყვათა ეტყოდეს, ჰოი საქმე საკვირველი. ვითარი კადრეს უღმრთოთა მათ მღვდელთ მოძღვართა და ფარისეველთა ესრეთ მიცემაი უფლისაი სიკვდილად, რომელსაც ზედა ვერცა ერთი შეჰხადეს ბრალი. ვითარ არა შეძრწუნდეს ჯვარცუმა, რომლისა ჯვარცუმით ამზე დაბნელდა და ქვეყანა იძრწოდა. ვითარ არა განძღეს უკეთურებითა, არამედ შემდგომად სიკვდილისაც ამ ბრძოლ მისა არიან და საფლავსა მისას ცვენ და გუაყენებენ უშიშად მისვლად და თაყვანისცემად საფლავისა მისისა და მიღებად ნელსაცხებლისა და საკუმელისა. ხოლო უფალი აღდგა საფლავით პირველ მათისა მისვლისა და საფლავი იგი დაუტევა დაბეჭდული. მაშინ ბრძანებითა უფლისაითა გარდა მოხდა ანგელოზი ზეცით და მორაი იწია საფლავსა მასზე და დიდებულსა, პირველად შეარყია ქვეყანა ისაფუძველითგან, რაითა განაღვიძნეს მცველნი იგი და წინაშე თვალთა მათთა გარდააგორვოს ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა. იყო ხილვა იმისი, ვითარცა ელვაი. რამე თუ სადა ღრუბელი ცოდვისაი არა მიახლებულიყოს, მუნბრწყინვალებაი დიდი არს. და სამოსელი მისის პეტაკ, ვითარცა თოვლი. რამე თუ ღირსად საქმეთა მათ, რომელთა ქადაგებდა ემოსა სამკაულიცა. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკვდარნი 28. მაშინ წმიდანიცა იგი დედანი შიშით მიიწინეს საფლავად, ხოლო ანგელოზმან შეურაცხყვნა მცველნი იგი და თხეულნი ქვეყანასა, ვითარცა მკვდარნი, რამე თუ არცა თუ ღირს იყვნას ხილვასა მისსა. გარე მიაქცია პირითვის იმათგან და პირითა მხიარულითა მიხედნა დედათა მათ და ყოველივე შიში განაქარვა გულთაგან მათთა და ხრქვა მათ. ნუ გეშინინ თქვენ 28:5. ამათ ეშინოდენ მცველთა რამე თუ მტერნი არიან და mbრძოლნი, ხოლო თქვენ ნუ გეშინინ, არამედ გიხაროდენ და მხიარული ყვენით, რამე თუ საქმე გიქმნიეს ღირსი გვირგვინისაი. ნუ გეშინინ თქვენ. ერთი საუფლისა მონანი ვართ მეცა და თქვენ, ერთ საუფალსა ვადიდებთ. ვიცი იესოს ჯვარცმულსა ეძიებთ 28:5, რომელმან კაცთათვის სირცხვილი იგი ჯვარისაი დათრკუნა. ვიცი იესოს ეძიებთ, რომელი იგი ეძიებს მეძიებელთა მისთა, იესოს ეძიებთ, რომელი მახლობელ არს მათა, რომელნი ხადიან სახელსა წმიდასა მისსა.
არა არს აქა, რამე თუ აღდგა ვით არცა თქვა 28:6. და ამისთვის მოვივლინე მე, რაითა გახარო თქვენ აღდგომა იმისი და ცრემლნი თქვენი განვაქარნე და გულნი თქვენი მხიარულხვნე. აღდგა ვით არცა თქვა. ჭეშმარიტ იქნე სიტყვანი იგი ჭეშმარიტებისანი, რა იგი სიტყვით თქვა, საქმით აღასრულა. უკუდავი იგი ღმრთება იმისი უკუდავად ეგო და ჟამსა მასვნებისასა მოკუდავთა მათ ხორცთა მისთა ძილი იგი სიკვდილისა მიიღეს. მიწოლით მიიძინა, ვით არცა ლომმან, შეადარე დაბადება 49 მეუფებით და აღდგა ღმრთივშვენიერად. ვერცნეს მცველთა აღდგომა იმისი და საფლავით გამოსვლაი, რამე თუ ღირსვე არა იყვნეს აღდგომისა მისი სახილვად, ვერ დააყენეს საკრვალთა მათ საფლავისათა და ბეჭედთა რკინისათა აღდგომა იმეუფისაი. ვერ უძლო დაბრკოლებად სიკვდილმა მხსნელისა საფლავით გამოსვლასა, ჯოჯოხეთი განმწარდა და ძრწოლაი შეედვა მეკარეთა ჯოჯოხეთისათა, პლიტენი მათნი დაყარნეს და კარნი განახუნეს და ვერ ვინიკადრეს დაყენებად მისთანა აღდგომილთა მათგანი. აღდგა ვით არცა თქვა. ვით არ გამოგითარგმანო აღდგომა იუფლისაი. რამე თუ საიდუმლოი არს ჩუარცუმა იმისი, საიდუმლოი არს დაფლა იმისი, საიდუმლოი არს აღდგომა იმისი. ყოველივე საქმე მისი საიდუმლოი არს. ვით არცა იშვა დაბეჭდულთა გამბჭეთა ქალწულებისათა, ეგრეთვე აღდგა დაბეჭდულისაგან საფლავისა და იქნა პირმშო შესვენებულთა იმეუფე ქრისტე. ვით არცა იშვა რაი არა დახსნა ქალწულებაი დედისაი, ეგრეთვე აღდგა რაი არა შეძრნა ბეჭედნი საფლავისანი. ვერცა შობისა მისისა ძალმით სიტყვით გამოთქმად, ვერცა სჯულსა ამას და წესსა აღდგომისასა მივჭუთებით თქმად. ვხედავ აღდგომასა მისსა ჭეშმარიტსა და თაყვანის ვცემ. არა გამოვიკულე, ვით არ იქნა გინა თუ შობაი, გინა თუ აღდგომაი. თაყვანის ვცემ ადგილსა მას აღდგომისასა, დაღაცა თუ სახე მისისა საიდუმლოისაი უაღრეს ცნობათა არს. რომელსა ვხედავ, გიჩვენებ თქვენ და გულისხმა გიყოფ. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დადვეს უფალი 28:6. რამე თუ ამისთვის გარდავაგორველოდი ესე, არა თუ რაითა მივსცე იესოს გზაი გამოსვლად, რამე თუ არა უხმს შეწევნაი ჩემი შეწევნასა მას ყოველთასა, არამედ პირველ გარდაგორვისა ლოდისა ამის ლოდი იგი საკიდური აღდგა, ვით არცა ინება. გარნა ამისთვის მოვედ მე და გარდავაგორველოდი ესე, რაითა თქვენ იხილოთ ადგილი, სადა დადვეს იგი და ადიდებდეთ აღდგომილსა ქრისტესა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დადვეს იგი და შემდგომად მცირედისა თავადსაცა თაყვანის სცეთ. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა ეშმაკი სასიკვდინედ მოიწყლა, სადა სიკვდილი შეიმოსრა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა აღდგომისა თქვენისა წესი დაიწერა. მოვედით და იხილეთ ადგილი სამოთხისა უშვენიერესი და ყოვლისა სამეუფოისა ტაძრისა უბრწყინვალესი. მოვედით და იხილეთ საფლავი დუმილით მქადაგებელი ძალსა მას აღდგომილისასა. შთაიხედენით ადგილსა ამას, რომელი იქნა ბჭე უხრწნელებისა, იხილეთ ქვაბი, რომლითა ზეცად აღმავლდით. დასცხერით სულ თქმისაგან და ცრემლთა და ნუ ეძიებთ ცხოველსა მას მკვდართა თანა. არ ქუთ სიკვდილსა სიქადულით, სადა არს სიკვდილოს საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთოს ძლევაი შენი. პირველი კორინთელთა მიმართ 15:45. სწახ არებაი, მოვედით იხილეთ ადგილი, სადა დადვეს იგი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმეთ, აღდგა და აჰა წინა გიწვის თქვენ გალილეად, მუნ იხილოთ იგი. აჰა ეგერა გარქუ თქვენ.
ხოლო იგინი წარვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა 28:6-8. თარგმანი ამათ დედათა წინაითვე აწვევს სულიწმიდა იხარებად მოციქულთა და ეტყვის პირითა ესაია წინა ისწარმეტყველისაითა, დედანი ეგე მომავალნი ხილვად მოვედით. ესაია 27:11 ამისთვისცა მირბიოდეს სიხარულით ხარებად მოციქულთა. სახარებაი და აჰა იესო შეემთხვია მათ და ხრქუა, გიხაროდენ 28:9. დასჭილი იგიევა განმართლებულ არს, ექსორიაქმნილი ადამ მოწოდებულ არს, წევა იგი განქარვებულ არს, სიკვდილი ძლეულ არს, ეშმაკი დაცემულ არს, მსახურნი მისნი სირცხვილეულ არიან, ბრძოლნი ძლეულ არიან, ჰურიანი მგლოვარე არიან, ჯვარი ჩემი ბრწყინავს. საფლავი ძალსა ჩემსა წამებს, უკვდავება იკაცთა მიენიჭა, ჩემ მიერ ბუნება იკაცთა იგანახლდა, ჩემ მიერ მკვდარნი ყოველნი აღდგეს. ესე არიან ნაყოფნი სამისა დღისა დაფლვისა ჩემისანი, ამისთვის იხარებდით და მხიარული ყვენით. სახარებაი, ხოლო იგინი შეურდეს ფერხთა მისთა და თაყვანისცეს მას. მაშინ ვრქვა მათ იესო, ნუ გეშინინ, წარვედით და უთხრათ ძმათა ჩემთა, რაითა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე 28:9-10. ხედავთა, ვითარ ძვირუხსენებელად ძმათ ჩემ დავხადი, რომელთა დამიტევეს მე ჟამსა ჯვარცუმისასა? რამე თუ უწყი სულგრძელებაი, უწყი ტვირთვაი უძლურებისა მონათა ჩემთა ისა, უწყი ცოდვილთა მოქცეულთა შეწყნარებაი და შეწყალებაი. წარვედით უთხრათ ძმათა ჩემთა, რაითა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე. წარვიდენ გალილეად იხილონ ტბაი იგი, ვინაი მოვინადირენ იგინი და უყვენ მესათხევლე და მონადირე კაცთა. ესრეთ აღავსნა უფალმან სიხარულითა გულნი მათნი და ნათესავი იგი დასჭილი პატივსა დიდსა ღირსყო და წარავლინა ხარებად მოციქულთა. გარნააც, ვინაითგან მადლითა ქრისტესითა ამას ადგილსა მოვიწიენით და აღდგომისათვის მისისა ვიწყეთ სიტყვად, თქვათ სხვაიცა პირი, რომელსაც ზედა ვიეთნიმე მორწმუნეთაგანი უმეცრებისაგან შეორგულდებიან, რამე თუ იტყვიან, თუ ვითარ ერთისა ამის საქმისათვის არა ერთი თხრობა იაღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინა აუდგებიან ურთიერთას. ანუ რომლისაი ჯერ არს დარწმუნებაი, რამე თუ არა ერთ არს სიტყვაი მათი. მათე იტყვის, მწუხრი შაბათსა და იოანე იტყვის, ერთსა მას შაბათსა განთიად ვიდრე ბნელღა იყო, იოანე 20:1 და ლუკა იტყვის, ცისკარსამს თვად, ლუკა 24:1, ხოლო მარკოს თქვა, დანიად განთიად მერმე აღმოსვლა საოდენ მზისასა. მარკოზით 16:2-აც უკვე ესე ვითართა ამათ სიტყვათა ხელყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა. არა თუ ესრეთ თქვეს საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქვა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და სხვა სამცა ეთქვა, თუ შუაღამეს ოდენ და სხვა სამცა ეთქვა, თუ ცისკარსამს თვად ანუ თუ აღმოსვლა საოდენ მზისასა. უკვე თუმცა ესრეთ იყო სიტყვაი მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომად მცაჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაი უფლისა ითქვეს სხვასა და სხვასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსვლისა მისთვის დედათა ისა იყო სიტყვაი იგი მათი სხვასა და სხვასა ჟამსა მოსვლად საფლავად. რამე თუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის და თითოეულმან მახარებელმან სხვაი და სხვაი მოსვლაი მათი აღწერა და გამოაცხადა. რამე თუ ვითარცავთ თქუმენელსაცხებლენი იგი რავდენგზისცა მოვიდეს საფლავად, ესმა ანგელოსთაგან ვითარმეთ. აღდგა ქრისტე არა არსაკა, ხოლო ესე არცა ერთმან ანგელოსთაგან მან თქვა, თუ ოდეს ანუ რომელსა ჟამსა აღდგა. რაც უკვე ქადაგებისაებ მათისა ყოველნი აღვიარებთ, ვითარმეთ ღამესა მას, რომელი განთენებოდა ერთ შაბათად, რომელ არს წმიდა იკვირიაკე, იქმნა აღდგომაი უფლისაი.
ხოლო გამოწვლილით ჟამი არავინ გვაუწყა, არამედ იცის იგი აღდგომილმან მან მხოლოდ შობილმან ძემან ღმრთისამან, რომელიც ჩვენთვის განკაცნასულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, ჯვარს ეცვა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა. მან უწყის მხოლომან და დაუსაბამომან მამამან მისმან და სულმან წმიდამან. რამე თუ მათი იტყვის, მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთ შაბათად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხვა იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. მათე 28:1 და გვაუწყებს. ვითარმედ ანგელოზი გარდა მოხდა ზეცით და გარდააგორვალოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და პოვა უფალი აღდგომილი. და მცველნი იგი შეაძრწუნა, ხოლო დედათა ახარა აღდგომაი და აუწყა. ვითარმედ პირველ ზეცით გარდამოსვლისა ანგელოზისა მის აღდგა უფალი საფლავისა მისგან დაბეჭდულისა, ვითარცა იგი მოწაფეთაცა წარმოუდგა ბჭეთა ხშულთა. იოანე 20:19-26 ამისთვისცა ეტყოდა ანგელოზი, ვიცი რამე თუ იესოს ჯვარცმულსა ეძიებთ. არა არსაკა, რამე თუ აღდგა ვითარცა თქვა. მათე 28:5-6 რომელესე პირველ მისისა მოსვლისა აუწყებდა ყოფად აღდგომასა. ხოლო მწუხრი შაბათსა არა მიმწუხრსა მოასწავებს შემდგომად დასვლისა მზისა, არამედ გარდასვლასა ფრიადისა ღამისასა, რამე თუ ყოველსავე ღამესა მწუხრე წოდების წერილთა შინა. ამისთვისცა შესძინა ვითარმედ, რომელი განთენებოდა ერთ შაბათად, რომელ არს კვირიაკე, რამე თუ მას ეწოდების ერთ შაბათ და მის გამო მეორესა დღესა ორშაბათ და სამშაბათ და ესრეთ შემდგომითი შემდგომად, ჩანს უკვე ვითარმედ არა მწუხრისე ჟამსა იტყვის, არამედ განზოგებასა ღამისასა, გინა თუ უმეტესცა იტყვის მწუხრი შაბათსა. და კვალად ესეცა უწყოდეთ, ვითარმედ უმეტესად ესრეთ პოვნილ არს აღწერილი სახარებათა შინა პირველთა, არა მწუხრი შაბათსა, არამედ მწუხრი შაბათთა, ესე იგი არს აღსრულებასა შვიდეულისასა. რამე თუ ვითარცა ვთქუ ყოველთა დღეთა ესრეთ ეწოდების, ერთ შაბათ, რომელ არს კვირიაკე, ორშაბათ, სამშაბათ. ესრეთ ყოველსავე შვიდეულსა. ხოლო მწუხრი შაბათთა, ესე იგი არს აღსრულებასა შვიდეულისასა, განთენებოდა რა ერთ შაბათად, რომელ არს კვირიაკე, რა ჟამს იგი უმეტესი ნაწილი ღამისაი წასრულიყო და მოწამულ ჟამი ქათმის კივილისაი, რომელი განთენებოდა ერთ შაბათად. ამისთვისცა ღამესა მას აღდგომისასა ნელიად განწესებულ არს აღსრულებად მარხვისა და დაწყებად სიხარულსა მას აღდგომისასა. მას უკვე ჟამსა მოვიდეს მარიამ მაგდანელი და სხვა იგი მარიამ საფლავად და იხილეს ზემოხსენებული იგი ანგელოზი მჯდომარე ლოცაზე და ვიტყვით უკვე ვითარმედ სხვა იგი მარიამ წმიდა ღმრთისმშობელი იყო, რომელი იგი არა განიშორა ჯვარსა, არამედ მუნდგა, ვითარცა იოანე იტყვის და მან მიიღო პირველად ხარებაი აღდგომისაი. რამე თუ ჯერცა ესრეთ იყო, რამე თუ მასვე ასმიოდა პირველ, გიხაროდენ, მიმადლებულო. უფალი შენთანა, ლუკა 1:28 ანგელოზისაგან ეხარა აღდგომაი უფლისაი, და მერმე უფალი იხილა და ესმა მისგან, გიხაროდენ, ღირსად და სამართლად იქნა ესე საქმე. ხოლო მარიამ მაგდანელი მივიდოდა რა იწმიდის ღმრთისმშობელისა თანა, განკვირვებულიყო კაცობრივითა გულის სიტყვითა და ვითარცა პეტრე, გამოიყვანა რაი ანგელოზმან საპყრობილით და წარვლეს ბჭე ქალაქისაი, მუნამდე ვერ იცოდა, თუ ჭეშმარიტ არს ხილვა იგი. საქმე 12:7-11 ეგრეთვე მაგდანელი ჰგონებდა, თუ ნუ უკვე ჩვენება იყო საქმე იგი შეორგულდა და კვალად მიიქცა საფლავად ერთსა მას შაბათსა განთიად ვიდრე ბნელღა იყო, იოანე 20:1 და ამას მოსვლასა იტყვის იოანე. რამე თუ ვითარცა იგი შეუნდო უფალმა თომას თქუმად ურწმუნოებით, ვითარმედ, უკვე თუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჯვალთაი და დავდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასა დამრწმენეს, იოანე 20:25.
რაითა მისითა გამოძიებითა ჩვენ სარწმუნოებით დავემტკიცნეთ და ვცნათ, ვითარმეთ ხორცითა მით, რომლითა ივნო აღდგა, ეგრეთვე სახედ მაგდანელსაცა შეუნდო განკურვებისაგან შეორგულებად. რაითა უმეტესითა გამოძიებითა მისითა უმეტესად გამოცხადნეს აღდგომისა იგი საკვირველებაი. ამით უკვე ესე ვითარითა გულის სიტყვითა მოიქცა მაგდანელი საფლავად და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა, ხოლო ანგელოზი არღარა იხილა მჯდომარე მასზე და ვითარცა პირველ. მაშინ უმეტესად დაამტკიცა გულის სიტყვა ითვისი და შეჰრაცხა პირველი იგი ხილვაი უცნებად. ამისთვის წარბიოდა და მოვიდა სიმონ პეტრესა და სხვისა მის მოწფისა, რომელი უყვარდა იესოს, და hrქვა მათ, აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა ვიცით, სადა დადვეს იგი. იოანე 20:2 რამე თუ ამას შევიდა იჩუსა, ნუ უკვე ჰურიათა მიცვალეს იგი ადგილისა მისაგან. ხოლო პეტრე და იოანე მირბიოდეს საფლავად ვიდრე ბნელღა იყო და იხილნეს განცხადებულნი სასწაულნი აღდგომისანი, ტილონი იგი მდებარენი, რომელი გი არა ეგებოდა ყოფათ უკვე თუმცა ვინ გვამსა მას წარი პარვიდა, რამე თუ მური იგი და ალოიესოდენ დამკვრელ არიან, ვიდრეღა შეუძლებელ არს ახდათ. რაისათვის უკვე შრომასამცა შეიმთხვევდა, რომელი იგი წარი პარვიდა, რაითამცა ტილონი იგი ახხადნა. ეგრეთვე სუდარისამის, რომელი იყო თავსამისსა, თვისაგან შეკეცაი და ადგილსა ერთსა დადებაი აჩვენებდა უშფოთულობასა და არასწრაფასა მის საქმისასა, რომელესემ პარავთა ვერ ხელეწიფების ქნათ. ესე ყოველი საიდუმლო იხილეს პეტრე და იოანე თვალითა სულიერითა და სამოციქულოითა, რამე თუ სავსე იყო ნათლითა საფლავი იგი ვიდრეღა ბნელსა მას შინაღამისასა ბრწყინვალებითა საღმრთოითა ხედვიდეს სავსესა საფლავსა მას წმიდასა. ამისთვისცა იხილეს და რწმენა აღდგომა იმ ხსნელისაი, რამე თუ ხედვიდეს ტილოთა მათ და სუდარასა, ვინაიდან არღარა უხმდა გვამსა მას, უხრწნელებით შემოსილსა, სახმარი იგი საზრდელისაი და სამოსელთაი, დაღაცა თუ განგებულებით, კაცთა შორის რა იქცეოდა. ნებსით იხმარნა ესე ვითარნი ესე უბრალონი წესნი ბუნებისა ჩვენისანი, გარნააც, შემდგომად აღდგომისა, არა სახმარი ყვნეს მის და სამოსელნი, რამე თუ იგი არს, რომელსა მოსიეს ნათელი, ვითარცა სამოსელი, ფსალმუნიას 3:2 და დიდება იგი ღმრთივ შვენიერი აცვიეს და არს ჭეშმარიტად. სრული ღმერთი და სრული კაცი უაღრეს ბუნებათა. ესრეთ უკვე პეტრეს და იოანეს რწმენა და წარვიდეს, ხოლო მარია მაგდანელი დაშთა ადგილობას, საფლავსა მასთანა დიდებულსა და ტიროდა, რამე თუ ჯერეთ იჭვეულიყო აღდგომისათვის, განგებულებით, რაითამცა თვისითა თვალითა იხილა უფალი. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, სხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერხით, სადა იგი იდვა გვამი იესუისი. იოანე 20:11-12 ჯერ უკვე იყო გლოვისა მის შეცვალებაი სიხარულად, ხოლო იგი მერმეღა ტიროდავე, ვიდრეღა ანგელოზთა რეცა ბრალობით hrქვეს. დედაკაცო, რაისას ტირ, იოანე 20:15 რამე თუ არა ჯერ არს ხილვასა ამასზე და ჩვენსა გლოვაი, არამედ სიხარული. ხოლო მან hrქვა მათ იჩვე იგი გულისა თვისისაი, რომელი აქ უნდა, რამე თუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყის სადა დადვეს იგი. იოანე 20:13 ამას რა იტყოდა, გამოჩნდა უფალი. იხილეს იგი ანგელოზთა მათ და მოწიწებით შეშინდეს. იხილა დედაკაცმან მან სახე იგი მოწიწებისა მათისაი და მიიქცა გარე ხილვად, თუ რაისათვის განკვირდეს იგინი და იხილა იესო მდგომარე. გარნა ანგელოზთა სხვითა სახითა, დიდებისაითა, ეჩვენა და განაკვირნა, ხოლო დედაკაცსა მას არა ესრეთ, რაითა არა განცვიბრდეს. ამისთვისცა ვერ იცნა, ვითარმედ იესო არს. hrქვა მას იესო, დედაკაცო, რაისას ტირ. ვის ეძიებ?
მას ეგონა ვითარმედ მემტილე იგი არს, რქვა მას, უფალო, უკვე თუ შენ აღიღე იგი მითხარ მე, სადა დასდევი იგი, რაითამე წარმოვიღო იგი. იოანე 20:15 ნუ უკვე არა უჯეროდ შეჰრაცხა იგი მემტილეთ, რამე თუ იგი არს მურშაკი სამოთხისაი, ჭეშმარიტი და უკვდავი, რომელმან მტილსა მას საფლავისასა განკურნა ურწმუნოებაი დედაკაცისაი, და დედაკაცისა მიერ ცთუნებული იგი პირველი მემტილე სამოთხისაი, ადამ, და ძველებული განაახლა. ესრეთ ყოველნივე სიტყვანი სახარებისანი სავსე არიან საღმრთოითა საიდუმლოითა. არამედ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. ესე რა იხრქვა დედაკაცმან უფალსა, მიექცა კვალად ანგელოზთა მათ კითხვათ, თუ რად ესრეთ განკვირდეს. მაშინ სახიერმან მან უწოდა და ხრქვა, მარიამ, ხოლო მან იცნახმა იმისი განგებულებითა უფლისაითა და მეხსევლად მიიხილა გარე და ხრქვა, რაბუნი. რომელსა ხრქვიან მოძღვარ და მირბიოდა შემთხვევად მისა. ხრქვა მას იესო, ნუ შემომეხები მე, რამე თუ არ გაახსრულ ვარ მამისა ჩემისა, წარვეთ ძმათა ჩემთა და არ ქუმათ, ავალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქვენისა. იოანე 20:16-17 რამე თუ ვინაითგან მოვიღე ბუნებაი კაცობრივი და ვიქმენ პირმშო მრავალთა შორის და წინა მძღვარ ცხოვრებისა არა მრცხვენის ძმა წოდებად თქვენ და ამისთვისცა ბუნებითა მით, რომელი მოვიღე კაცთაგან, ავალ მამისა ჩემისა, რომელი ესე ბუნებითა ღმრთებისაითა მარადის განუშორებელ ვარ მისგან, არამედ ბუნებითა მით კაცობრივითა ვიტყვი ახსვლად მამისა ჩემისა ბუნებითა ღმრთებისაითა და ღმრთისა ჩემისა, ბუნებისა ამისთვის კაცობრივისა. რამე თუ უკვე თუმცა არა მე მომეღო ბუნება ესე და უცოდველად დაცვითა მისითა ქმნილიყო ღირს ღმრთისა და მამისა სათნო ყოფათ, არამცა წოდებულიყო იგი თქვენ და მამა და ღმერთ, რომელნი ეგე უცხო ქმნილიყვენით მისგან სიმრავლითა ბრალთაითა. მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამე თუ იხილა უფალი და ესრეთ ხრქვა მას. იოანე 20:18 აქამდე აღწერა იოანე. ხოლო ესე თხრობა მიუთხრა რა მოციქულთა მაგდანელმან, პოვნა კვალად, ვითარცა ლუკა აღსწერს, მარიამ იაკობისი და იოჰანა და სხვანი მათთანა, განმზადებულნი საკუმეველითა და სურნელებითა მისვლად საფლავად უფლისა, ცისკარსამს თუად ესე იგი არს. განთიადისა ჟამსა და შეერთო იგიცა მათთანა სურვილითა მით მხურვალითა და წარხვა საფლავად დუმილით და არა სიტყოდა, რა იგი იხილა, არამედ მოელოდა საქმით გამოჩინებასა ჭეშმარიტებისასა, რაითა მათსა იხილონ თვალითა და ხრწმენეს. და მორაივიდეს, პოვეს ლოდი იგი გარდაგორებული კარისა მისგან საფლავისა. და შევიდეს შინა და არა პოვეს გვამი იგი უფლისა იესუისი. და იყო განზრახვასა მათსა ამისთვის და განკვირვებასა, და აჰა ესე რა ორ კაცზე დამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა და ხრქვეს მათ, რასა ეძიებ ცხოველსა მას მკვდართა თანა. არა არსაკა, არამედ აღდგა ლუკა 24:2-6 და შემდგომი ამისი. და მიუთხრნესო სიტყვანი ესე ათერთმეტთა მათ და სხვათა ყოველთა და არა ხრწმენა მათი მრავალთა მათ მოყვასთა, არამედ უჩნდესო სიტყვანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი მათ წინაშე. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა კვალად საფლავად და შთახედნა და იხილა ტილონი იგი მდებარენი, ვითარცა იხილა პირველცა. ამისთვის არღარა იხმარა შესვლა ეშინა, არამედ წარვიდა თვისაგან და უკვირდა საქმე იგი ლუკა 24:12 და ადიდებდა უფალსა. ხოლო მარიამ მაგდანელმან ვითარცა პირველ პოვნა იოჰანა და სხვანი იგი ცისკარსამს თვა და თანაწარხვა საფლავად, ეგრეთვე კვალად პოვა სალომე, სხვაი დედაკაცი, ვითარცა მარკოზი თვის,
და მარიამის თანა იაკობისა იყიდეს ნელსაცხებელი და წარვიდეს საფლავად ნიადგანთიად აღმოსვლასა ოდენმზისასა. მარკოზით 16, 2 უკუანაისკნელ სხვათასა, რამე თუ ესე მოსლვაი ამათ დედათაი უკუანაისკნელ ყოველთა მოსლათა იყო. და იტყოდეს ურთიერთას, ვინ გარდაგვიგოროს ჩვენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა. და მიხედნეს და იხილეს, რამე თუ გარდაგორებულიყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდფრიად. მარკოზით 16, 3, 4. ხოლო ესე სიტყვაი სალომესი არს, რომელი არ გამოსრულიყო საფლავად და სხვათა მათ დედათა ეტყოდა, რამე თუ იგინი, რომელნი პირველცა მოსრულიყვნეს და ეხილვა გარდაგორვა ლოდისა იმის, არა ეგებოდა მათგან თქმად ესე, არამედ სალომესი არ სიტყვაი ესე. ხოლო მირაი იწინეს საფლავად და შევიდეს მარიამნი იგი და სალომე, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯვენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა და განჰქრთეს. მარკოზით 16, 5 რამე თუ უმეტეს სხვათასა იყო სალომე უსწავლელ, ამისთვის ხილვით ბრწყინვალითა იხილა ანგელოზი, რაითაც ნასგონიერად დიდებაი უფლისაი. ამისთვის hrქვა მათ ანგელოზმა, ნუ განჰქრთებით. იესოს ეძიებთ ნაზარეველსა ჯვარცუმულსა, აღდგა არა არსაკა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს ვითარმეთ, აჰა ეგერა წინა გიწვის თქვენ გალილეას, მონიხილოთ იგი, ვითარცა გრქვა თქვენ. და მათ ვითარცა ესმა ესე გამოვიდეს და იუტოდეს მიერ საფლავით, რამე თუ შეშინებულიყვნეს და დაკურებულ და არაი ვის უთხრეს, რამე თუ ეშინოდა. მარკოზით 16, 6, 8. შეშინებულიყვნესო და დაკურებულ საშინელებისა მისგან ჭაბუკისა მის და არაი ვის უთხრესო, რამე თუ ეშინოდა, რამე თუ განთენებულიყო და ხურიანი მიმოვიდოდეს. უფრო ისად ვინაითგან მცველთაცა ეთხრათ ხრობა იგი აღდგომისაი და გარდაგორებაი ლოდისაი ანგელოზისა მიერ. ხოლო ესეცა პოვნილარს სახარებასა მარკოზისა, ვითარმეთ, აღრა იდგა იესო, განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა. მარკოზით 16, 9 ვინაითგან ჟამი იგი აღდგომისაი, სხვამან არცა ერთმან თქვა, ვითარ იტყვის მარკოზ ამას. გარნა უკვე თუ გონიერად ვინ წარიკითხოს, ესეცა მსგავსად სხვათასა იტყვის. რამე თუ ესრეთ იტყვის, აღრა იდგა იესო. აქა ჯერ არს განსვენება ის იტყვისაი. და მერმე იტყვის, განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა. ვითარმცა იტყო და ვითარმეთ, განეცხადა მარიამს განთიად პირველსა შაბათისასა, რამე თუ მას განეცხადა პირველს, სხვისა მის მარიამის თანა, ვითარცა მათეცა გვაუწყებს. საცნაურ არს უკვე, ვითარმეთ 4 გზის იქნა მოსვლა იმენელსაცხებლეთა ისაფლავად, და თითვეული მოსვლა თითვეულმან მახარებელმან აღწერა განგებითა სულისაწმიდისაითა. მათი აღწერა მოსვლა მარიამ მაგდანელისაი და სხვისა მის მარიამისაი მწუხრი შაბათსა, და ანგელოზსა ერთსა იტყვის, რომელი გარდამოხდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი. ხოლო იოანე მარიამ მაგდანელისა მხოლოდ იტყვის საფლავად მოსვლასა განთიად ვიდრე ბნელღა იყო, და ვითარმეთ ორნი ანგელოზნი იხილნა მსხდომარენი საფლავსა მასშინა, სპეტაკითა მოსილნი. ხოლო ლუკა კვალად მარიამს მაგდანელსა და მარიამს იაკობისა და იოჰანას და სხვათა ვიეთმემად თანა გვითხრობს ცისკარსა მსთვად მოსვლად საფლავად, და ვითარმეთ შევიდესო საფლავად და არაპოვეს გვამი უფლისა იესუისი. და აჰა ესერა ორ კაცზე დამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. ამათ თანა მარკოსცა იტყვის კვალად მარიამ მაგდანელსა და მარიამ იაკობისა და სალომეს მოსვლად საფლავად აღმოსვლასა ოდენმზისასა,
და შეdraივიდეს საფლავად, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯვენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა. რაც უკვე გულისხმის ყოფით გამომეძიებელსა ძალუძს ყოველთა ამათ თხრობათა ერთგვამ განუყოფელად ყოფათ, რამე თუ ოთხგზის მოსვლა იგი დედათა ოთხთა მათ მახარებელთა თითოეულად აღწერეს. რომელი იგი სხვასა და სხვასა ჟამსა იქმნა და სხვითა და სხვითა ხილვითა ანგელოზთაითა. ესრეთ უკვე ჩანს განცხადებულად, ვითარმედ არცა ერთი რაი არს განცვალებაი და წინააღდგომაი მათ შორის, არამედ უფრო ისღა საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსახითა მითხილვითა ანგელოზთაითა სარწმუნოყო უფალმან დიდი იგი საიდუმლოი აღდგომისათვის ისა დიდებულისაი. ხოლო ვინაიდან მრავალთა მარიამთა ხსენებაი ითქმის სახარებათა შინა, უწყებაი ჯერ არს, ვითარმედ ყოველნივე იგი სამნი არიან, რომელნიცა იოანე ერთბამად თქვა ვითარმედ, დგეს ჯვარსა თანა იესუისა დედა იმისი და დაიდედისა მისისაი, მარიამ კლეოპაისი და მარიამ მაგდანელი. იოანე 19:25. ხოლო რომელი თქვიან სხვანი მახარებელნი, თუ მარიამ იაკობისი ვითარცა ზემოვრთქუთ, ღვთისმშობელი არს, წმიდა იქალწული მარიამ და სხვაი არავინ. რამე თუ ვითარცა იგი და ფარვისათვის უშჩულოთა ჰურიათა განუთესლოისა მის და უხრწნელისა შობისა, რომელი იგი სულისა მიერ იქნა წმიდისა, ესრეთ განაგო უფალმან, რაითა მითხოვილიყოს ქალწული იგი იოსებისა. და ამით წესითა სახელს დებს მას მახარებელი ქმრად მარიამისა და ჰურიანი უწოდეს მას მამად იესუისა და ძეთა მათ მისთა, რომელნი ჭეშმარიტისა მის ცოლისა მისისაგან იყვნენ, რომელიც აღსრულებულიყო, უწოდეს ძმად უფლისა. ამისთვისცა ოდესი გიგმობდეს მაცხოვრისათვის ჰურიანი, იტყოდეს, ვითარცა წერილ არს სახარებასა, ვინაი არსო ამისა სიბრძნე ესე და ძალი. ანუ არა ესე არსა ხუროისა მის ძე? ანუ არა დედასა ამისა ჰქვიან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩვენ შორის არიანა? 2. იოანე უკვე ვინაიდან ესრეთ განწესებულიყო სულისაგან წმიდისა, რაითა კადნიერებით ღვთისმეტყველებდეს, ამისთვის ჯვარსა თანადგომასა რაი წმიდისა მის ქალწულისას ახსენებდა. ჭეშმარიტი იგი სიტყვა ითქვა და განცხადებულად დედად იესუისა სახელსთვა და ქადაგა. ხოლო სხვანი მახარებელნი უმეტესად კაცებისა მისისა განგებულებას აღსწერენ. ამისთვის სიტყვისაებრ მათ ერთაისა და განგებულებისა მისთვის და ფარვისა უხრწნელისა მის შობისა, ვითარცა იგი მათ შამთა სახელს დებდეს კაცნი მარიამს ცოლად იოსებისა და დედად იაკობისა და ძმათა მისთაისა, ეგრეთვე აღწერესცა. გარნა ქალწულებით შობაი და სულისაგან წმიდისა მიდგომილებაი მათსა გვაუწყეს, ვითარცა იტყვიან მათე და ლუკა განცხადებულად. არამედ ჩვეულებისამებრ სიტყვისა მაშინდელთაისა უწოდეს მას მარიამ იაკობისა და მარკოს თქვა, მარიამ იოსესი, რამე თუ ესე ორნი იყვნენ პირმშონი ძენი იოსებისნი, იაკობ და იოსე. ესე აქამდის. ხოლო სხვასაცა სიტყვასა ვიეთნიმე გამოეძიებენ, მისიცა ჯერ არს განმარტებაი. რამე თუ იტყვიან თუ, ვითარ უფალმან უბრძანა მენელსა ცხებლეთა მათ დედათა ანგელოზისა მიერთსა და მერმე კვალად თვისითა პირითა, ვითარცა მათე იტყვის, წარსვლად გალილეად და მუნხილად მისა. ხოლო იოანე გვითხრობს. და ვითარცა შემწუხდა დღე იგი ერთ შაბათთა იმათ და კარნი ხშულნი იყვნეს, სადა იგი იყვნეს მოწაფენი დამალულ შიშისათვის ჰურიათაისა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქვა მათ, მშვიდობაი თქვენთანა, იოანე 20:19. და კვალად მერვესა დღესა ეჩვენა და თომა გულსავს ერყო და უჩვენა ხელნი მისნი და გუერდი.
ეგრეთვე სახედ ლუკაცა იტყვის იერუსალიმს ხილვასა მისცა, რამე თუ თქვა ორთა მათთვის, ვითარმედ, აღდგეს მასვე დღესა შინა და მოიქცეს იერუსალიმ და პოვნეს კრებულად 11 იგი და სხვანი მათთანანი, ლუკა 24:33 და შემდგომი ამისი. და მერმე იტყვის, ვითარ იგი ამას იტყოდეს ოდენო და თავად იესო დადგა შორის მათსა და ხრქვა მათ, შვიდობა თქვენთანა. მე ვარ, ნუ გეშინინ, ლუკა 24:36 და მერმეღა ამისა შემდგომად წარვიდეს გალილეად. ამას გამოეძიებენ. გარნა ადვილ არს ესე სიტყვაი, რამე თუ საქმე იგი უმეტესსა სიმდიდრესა კაცთ მოყვარებისა უფლისასა გამოაჩინებს. რამე თუ არა თუ ეგრეთ თქვა თუ გალილეას ოდენ მიხილონ, არცა ვინაიდან იერუსალიმს ეჩვენა, გალილეას ჩვენებაი განაცრუა. ნუ იყოფინ. არამედ ორივე ქმნა სიმდიდრითა მით კაცთ მოყვარებისაითა ჭეშმარიტად. რამე თუ პირველად ხრქვა მენელსაცხებლეთა, უთხართ ძმათა ჩემთა, რაითა წარვიდნენ გალილეად და მუნ მიხილონ. მათი 28, ხოლო იგინი შიშისა მისთვის ჰურიათა ისა შეყენებულიყვნენ და ვერ იკადრეს მაშინ წარსვლად. ამისთვის ტკბილმან და მოწყალემან უფალმან ჯერ რიჩინა ნუ გეშინის ცემაი მათი და ეჩვენა მასვე დღესა ერთ შაბათისა სამწუხრი კართა ხშულთა და აღავსნა იგინი სიხარულითა და კვალად მერვესა დღესა. ამის ყოვლისა შემდგომად იქნა წარსვლაი მათი გალილეად და ხილვაი მისი, რომელი იგი მათი აღწერა და სხვანი იგი ხილვანი სხვათა დაუტევნა აღწერად, ვითარცა განაგოსულმან წმიდამან. არამედ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ და სახარებისა შეწყობილებაი ვახსენოთ, ვითარცა მათე წარმოიტყვის. წახარებაი და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღვდელთ მოძღვართა მათ ყოველი ესე, რაიცა იქმნა. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვაყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ხრქვეს. ესრე თქვთ ვითარმედ, მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი ვიდრე ჩვენ მეძინა. უკვე თუ ესმეს ესე მთავარსა მას ჩვენ ვარწმუნოთ და თქვენ უზრუნველყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქვა სიტყვა ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე 28:11-15. თარგმანი, ამათ ერისაგანთათვის იყო ძროა იგი, რაითა განაკვირვნეს იგინი და მოიყვანეს გულისხმისყოფად, და რაითა მათ მიერ იქმნა სწამებაი, ვითარცა იგი იქმნა. რამე თუ უეჭველიყო მათ მიერი თხრობაი, ვითარცა თქმულ არს ვითარმედ, მტერთა მიერი წამებაი უეჭველ არს. დიდი იყვნენ და მრავალ მაშინ აღსრულებულნი იგი საკვირველებანი. და რომელნიმე სახილველად ყოვლისა სოფლისა იქმნებოდეს, დაბნელება იგი მზისაი და ძროაი, და რომელნიმე ადგილობანს ოდენ, ბიგთარაღება იგი საფლავთაი, და აღდგომაი მკვდართაი, და განპებაი კრეცაბმელისაი, და გარდამოსვლაი ანგელოზისაი, და ძროაი ესე მეორე. რამე თუ პირველი იგი სასტიკი ძროაი და სოფლიოი ჯვარცუმასა უფლისასა იყო, ხოლო ესე დაღაცა თუ დიდ იყო, არამედ ადგილობანს ოდენ იყო. ხოლო განცვიბრდეს რაიმ ცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკვდარნი საშინელებისა მისგან ანგელოზისა, რომელი მოვიდა ხარება დედათა, ვინაიდან დედანი იგი წარვიდეს, ანგელოზი მიეფარა. მოეგნეს იგინი თავთათვისთა და წარვიდეს და მიუთხრეს ბილს და მათ მღვდელთ მოძღვართა, რა იგი იქმნა. არავე ინებეს მათ შეგონებაი და მოქცევაი სინანულად, არამედ ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ხრქვეს. ესრეთ თქვთო ვითარმედ მოწაფენი მისნი ღამით მოვიდეს და წარიპარეს იგი. ვითარ წარიპარეს. ჰოი უცოფესნო უფრო ის ყოველსა ნათესავსა კაცთასა.
ესოდენ ბრწყინავს ჭეშმარიტებაი, ვიდრეღა ყოვლადვე ვერ ხელგეთიფების დაფარვაი, არამედ დაუჯერებელსა ტყუილსა ხწმასნით. თქვენ ესე პირველითგან გეზრუნა და მცველთა სიმრავლე დაგედგინა, ჰურიანიცა და ერისაგანიცა მთავრისანი, ლოდი დიდი იყო კარსა საფლავისასა ბეჭედნიზე და იყვნეს, მოწაფენი მისნი გლახაკნი იყვნეს და მცირედნი და უსწავლელნი და შეშინებულნი. ვითარ ხელყვას საქმეს ამას? ვითარ დაეფარნეს მცველთა მათ? ვითარ გარდააგორვეს ლოდი იგი უცნაურად, რაითამცა ესოდენთა მცველთა ვერცნეს? ჰოი დიდი იგი სიბრმე ჰურიათაი. სამართლად იტყოდეს, ვითარმედ, იყოს უკუანა ისკნელისაც თური უძვირეს პირველისა. მათე 27:64. ჭეშმარიტად უძვირესი პირველისა შეემთხვია მათ საცთური, რომელესე ვითარსა მას განცხადებულსა სასწაულსა ზედა არა ინებეს მოქცევაი სინანულად, არამედ ენება დაფარვაი აღდგომისა უფლისაი და შეემზადებდეს საკიცხელთა სიტყვათა. პირველად იუდას მისცეს ვეცხლი და მოიყიდეს უფალი სიკვდილად და ყოველი ღონე იხმარეს მოკლად მისა და კვალად შემდგომად აღდგომისა მისისა ვეცხლითავე მოიყიდეს ცილისწამებითა მით დაფარვაი აღდგომისაი. არამედ ვრცხვენოდენ და კდემებოდეთ მეტყუელნი იგი სიცრუისანი, რამე თუ მარადისთვისითა საქმითა ემხილების უშჯულოებასა მათსა. უკვე თუმცა არა მისრული იყვნეს პილატესსა და ეთხოვნეს მცველნი იგი უმეტესად ძალედვა ცილისწამებად, ხოლო ათ სიტყვაი ყოველივე მიღებულ არს მათგან, რამე თუ ესრე თქმეს ყოველივე ვითარმცა განზრახვით ისწრაფდეს დაყოფად პირთათვისთა. კუთხა უშჯულონო, უკვე თუ ნამდვილე წარპარვაი ენება მოწაფეთა, რად არა მას ღამესა წარიპარეს, ოდეს არცა მცველნი იყვნეს, არცა ბეჭედნი. რამე თუ დადვეს გუამი მისი საფლავსა პარასკევსა მწუხრი და მას ღამესა მცველნი არა იყვნეს, ხოლო შაბათსა იქნა დაბეჭდვაი საფლავისაი და დადგინებაი მცველთაი. ანუ რაისათვის მოსწარცვეს ტილონი იგი და სუდარი, მურითა და ალოითა დაკრულნი და შიშველი წარიპარეს, რომლისა იგი მყوار ამუხმდა ბრძოლა ეახდათ. რამე თუ მური და ალოი ძლიერად დასწევიდეს გუამსა ზედა სახვეველთა მათ. ჰოი ცოფნო და უგუნურნო. ანუ ვითარ იკადრეს მუნ მისლად მოწაფეთა, ანუ რაისარგებელი ყოფოდა ტყუილით აღდგომისა ქადაგებაი. არამედ ბოროტთა მათსა მღდელთ მოძღვართა იცოდეს, ვითარმედ საქმესა დაუჯერებელსა ხელჰყოფენ. ამისთვის მისცეს ვეცხლი დიდძალი, რაითა დაარწმუნო მცველთა მათ თქმათ სიტყვა იგი ესე ვითარისა მის ტყუილისაი, და უქადეს მთავრისა მის დარწმუნებად და სიტყვა იგი განთქვეს ბოროტსა მას და ბილსსაერსა შორის ჰურიათასა. ხედავა ვითარ ყოველნივე იგი ეშმაკისა მიერ დაბნელებულნი იყვნეს და მიეცნეს თავნითვისნი მონებასა მტერისასა. პირველად უშჯულონი იგი და უღმრთონი მღდელთ მოძღვარნი და მწიგნობარნი და ფარისეველნი, მერმე პილატე, რომელმან დაუჯერებელი იგი დაირწმუნა და მცველნი იგი არა ტანჯნა დაფარვისა მისთვის ჭეშმარიტებისა. ამათ თან ამ მცველნიცა იგი უკეთურნი, რომელთა მიიღეს ვეცხლი და ესე ვითარისა მის ტყუილისა თქმად არა შეიკდიმეს. და ყოველივე იგი უგულისხმოიერი ჰურიათაი, რომელმან ესე სიცრუისა სიტყვაი განთქვა და არა რწმენა აღდგომაი უფლისაი. ამათ ყოველთა ურწმუნოთა და უკეთურთა ვრცხვენოდე, ხოლო ჩვენ შემდგომი იგი სახარებისაი აღმოვიკითხოთ. წახარებაი, ხოლო 11 იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეად, თასამას, სადაცა უბრძანა მათ იესო. და იხილეს იგი და თაყვანისცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს 28, 16, 17. თარგმანი, ესე ხილვაი გალილეაისაი უკუანა ისკნელი არს, ოდეს იგი უბრძანა განსვლაი ქადაგებად. ამისთვის სხვანი იგი ყოველნი ხილვანი დაიდუმნა მათე,
ხშულთა მათ კართაი და თევზობასა მას ტიბერიისა ზღვისასა და სხვაი რაოდენიცა იყო და ამას ხოლო ახსენებს, რამე თუ მაშინ იხილეს იგი ყოველთა და თაყვანის სცეს და მიიღეს ხელმწიფება ინათლისმცემად. ხოლო რომელი თხვის თუ რომელნიმე შეორგულდეს, იხილე აქაცა ჭეშმარიტების მეტყველება იმისი, ვითარ არცა ერთსა ნაკრულევანებათა მათთაგანსა დაჰფარავს. გარნა იგინიცა გულსავს ეიქმნეს სიტყვითა უფლისაითა, ვითარცა ესერა იტყვის. წახარებაი და მოუხდა მათ იესო ეტყო და მათ დაჰრქვა, მომეცა მე ყოველი ხელმწიფება იცათა შინა და ქვეყანასა ზედა 28-18. თარგმანი კვალად კაცობრიუთა სიტყვათა ეტყვის, რამე თუ არ გამოეღო მათ სული წმიდაი, რაითამცა სრულიად აღმაღლებულიყვნენ გულისხმის ყოფითა. რამე თუ რომელიგი აქონდა ბუნებით, ვითარცა ღმერთსა იტყვის, ვითარცა კაცი, განგებულებით, ვითარმედ მომეცაო, ვითარცა პირველნებისაცა თქვა ვითარმედ, მადიდემე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქონდა მე წინაშე შენსა პირველ სოფლისა ყოფისა. იოანე 17:5. ხედავა ვითარმედ რომელი იგი მარადისა ქონდა ვითარცა ღმერთსა, რაც ბუნებისა მისთვის კაცობრივისა თქვა ვითარმედ, მადიდემე. რამე თუ სრული ღმერთი იყო და სრული კაცი, ორითა ბუნებითა ერთი ქრისტეი, უფალი ჩვენი და ღმერთი. ეგრეთვე სახედაც თქვა ვითარმედ, მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ბუნებისა მისთვის, რომელი ჩვენგან მიიღო. წახარებაი, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა და ასწავებდით მათ დამარხვათ ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ 28-19. თარგმანი ნათელსცემდითო სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა და ასწავებდით დამარხვათ ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ. ესე იგი არს სარწმუნოებისათვისცა მართლისა და საქმეთათვის კეთილთა, რამე თუ ესე არს მცნება იმისი. პირველად რაითა მართლმადიდებლობით და მართლახსაარებით აღუიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამგვამოვნებით შეურევნელსა და ერთარსებით განუყოფელსა, ერთსა ღმრთებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ნებასა, ერთსა ხელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა, სამითა თვითებითა თაყვანისცემულსა. მამასა უშობელსა, რომელი იგი არს ყოველთა მიზეზი უმიზეზოი და ყოველთა დამბადებელი, ხილულთა და უხილავთაი, ერთისა ხოლო მამაი, ძისა მის მხოლოდ შობილისაი, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და გამომავლინებელი სულისა წმიდისაი. ძესა მხოლოდ შობილსა ღმრთისასა, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელი იგი იშვა მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, უჟამოდ და დაუსაბამოდ, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, თანაარსი მამისაი, წყაროი ცხოვრებისაი, სიბრძნე და ძალი, ხატი შეუცვალებელი უხილავისა ღმრთისაი, მამისაგან შობილიცე, ცხოველი იგი სიტყვაი, რომელი იგი ღმერთი არს და ღმრთისა თანა არს. არს და იყო, არა თუ უკუანაის შემოვიდა, რომელი იყო წინა საუკუნეთა, ძეი დაუსაბამოი, არა თუ უკუანაის იქნა, ძეი არა დაბადებული, შემოქმედი არა ქმნული, ყოველივე არს, რა იგი არს მამაი, თვინი ერუშობელობისა. ძეი ვთქუ და მამაი, რაითა თვითებანი გუამონობისანი გამოვაჩინე. ჰგიეს უკვე ძეობასა შინა და ყოველივე არს, რა იგი არს მამაი, ვითარცა თქვა თავადმან უფალმან, ყოველივე რომელი აქვს მამასა, ჩემი არს იოანე 16:15 და მახარებელი იოანე იტყვის, ვიხილეთ დიდება იმისი, დიდება ვითარცა მხოლოდ შობილისა მამისა მიერ. იოანე 1:14. ესე იგი არს ვითარმედ არა ნიჭითა და მადლითა მიეცნას მას სასწაულნი, არამედ ზიარებითა მით ბუნებითითა აქვს ძესა მამულისა მის ღმრთებისა პატივი, რომელი იგი განუშორებელად და უჟამოდ მამისა თანამყოფ არს, სწორი სახიერებითა, სწორი ძალითა,
ზიარი დიდებისაი და რაიმცა იყო სხვაი გარნა ბეჭედი და ხატი, რომელი ყოვლითურთ მამასა თავსა შორისთვისა გამოაჩინებს. ხოლო რაოდენიცა სიტყვანი თქმულარიან ბუნებისა მისგან კაცობრივისა მისისა, გულისხმისყოფა ჯერ არს ვითარმე ცხოვრებასა ჩვენსა განაგებს, რომელი გამოგვიჩნდა ჩვენ ხორცითა. რა ჟამს იგი იტყოდის თავსათვის სამოვლინებულად და ვერ არა ისა შემძლებელად თავითთვის იტყოფათ და მიმღებელად მცნებისა და ვითარმეთ ღმერთი ჩემი და ღმერთი თქვენი და მამა იუზეშთა ეს არს ჩემსა იოანე 14:28 და წმიდა ყოფაი და მონებაი და მორჩილებაი და მიცემაი და სწავლაი და მცნებისა მოღებაი და უმეცრებაი და ლოცვაი და კითხვაი და ამას ყოველსა თანა. და ძინებაი, შიმშილი და შრომაი, ცრემლობაი, შეურვებაი, ჩუარცუმაი და სიკვდილი. რამე თუ ამის ყოვლისა არს ჯეროვანი თარგმანებაი, გარნა მოკლედ ესე ჯერ არს უწყებად, რაითა მაღალთა მათ საქმეთა გულისხმობ ყოფდეთ ღმრთებისათვის და უნებელისა მის და უხორცოისა ბუნებისა, ხოლო მდაბალთა მათ კაცებისათვის. რომელი იგი ჩვენთვის განკაცნა და ხორციელი იქნა, ჯვარს ეცვა ხორცითა, მოკუდა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა, რაითა ჩვენც აღგვამაღლნეს და გვასწავს გულისხმის ყოფაი, რაითა უწყოდით, თუ რომელნი არიან სიტყვანი იგი ბუნებისათვის მისისა თქმულნი და რომელნი არიან განგებულებისა მისთვის კაცებისა. მისისა. რამე თუ რომელი იგი კაც იქნა, უნივთო იყო და უხორცო და რა იგი იყო, ეგრეთვე ეგო და რომელი იგი არა იყო, მიიღო ცხოვრებისათვის ჩვენისა. არამედ წინამდებარისავე სიტყვისა მომართ მოვიდეთ. რამე თუ მამისა თანა და ძისა იდიდების და თაყვანი სიცემების სული წმიდაი, რომელი იგი განუშორებელ არს მამისაგან და ძისა. რომელსა იგი აქვს ყოველივე კეთილი შეერთებულად ბუნებით, სახიერებაი, სიძრფელე, სიწმინდე ცხოვრებაი. რამე თუ თქმულ არს, სული შენი სახიერი და სული წრფელი და სული წმიდაი და სული ცხოლს მყოფელი. ესე აღავსებს ანგელოსთა, აღავსებს მთავარ ანგელოსთა, წმიდა ხობს ძალთა, ცხელ ხობს ყოველთა ცხოელთა. ესე ყოველთა ზედა დაბადებულთა განფენილარს და არარაი მოაკლდების მას მიმღებელთა მათგან, ყოველთა თვის სამადლსა მისცემს და არა განილევის, არამედ მიმღებელნიცა იგი სავსე არიან მისგან და იგი არს მოუკლებელ. ესრეთ ჯერ არს მართლმადიდებლობით აღსაარებაი წმიდისა სამებისაი, მამისა და ძისა და სულისა წმიდისაი, ერთსა ღმრთებასა და ძალსა, რომელი იპოვების სამთა მათ შორის ერთობით და სამთა მათ შემოჰკრებს სამგვამოვნებით განყოფილად, არცა აღორძინდების გარდამატებულებითა, არცა დააკლდების დამცირებითა, ყოვლით ურთ სწორ არს, ყოვლით კერძო იგივე არს. სამთა მიუცდომელთა მიუცდომელი ერთობაი. თითოეული ღმრთად იხილვების, ვით არცა მამაი, ეგრეთვე ძეი, ვით არცა ძეი, ეგრეთვე სული წმიდაი. თითოეულისა თვითებაი დამარხულ არს. ღმერთ არიან სამნივე ზოგად გულისხმისა ყოფილნი. ვერ ვეწევი ერთისა გულისხმის ყოფად და სამთა მათ მიერ განუბრწყინდები, ვერ შევეწევი სამთა მათ განყოფად და ერთისა მიმართ ავალ. რა ჟამს ერთი სამთაგანი ვიხილო, ეგრეთ ვგონებ, თუ ყოველივე ესე არს და სახედველი ჩემი აღივსო და უმეტესი იგი ვერ ვიხილე. ოდეს სამნივე იგი შემოუკრიბნე, ერთსა ბრწყინვალებასა ვხედავ და ნათლისა მის განყოფად ვერ ძალმიც. გარნა ამის ესევით არის ღმრთისმეტყველებისათვის სხვათა მამათა უწინარეს ჩემსა ეგრეთვე სახეთ თქويس მაღლად და შვენიერად, რომელთა თანა იყავ ჩვენიცა ნაწილი. და აწმეცავ წამებ წინაშე ღმრთისა და რჩეულთა ანგელოსთა მისთა, ვითარმედ ამით სარწმუნოებითა უბრძანა უფალმან მოციქულთა ნათელცემად ყოველთა წარმართთა სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა. ესე აღსაარებაი დაიცევ, მორწმუნეო, შეუცვალებელად ვიდრე აღსასრულადმდე, ვით არცა იგი ნათელღებულ ხარ სახელითა მამისაითა და ძსაითა და სულისა წმიდისაითა,
ხოლო ზოგადი სახელი სამთაივე ერთი არს ღმრთეებაი. გრწმენინ ვითარმედ ყოველი ხილული და უხილავი დაბადებული არ არა ისეგან ღმრთისა მიერ დაებადა და განგებითა მით დამბადებელისა ითაჰკიეს, და ოდეს მან ბრძანოს შეცვალებად არს ხილული ესე სოფელი უმჯობესად. და ესეცა უწყოდე ვითარმედ არ არს არსებაი რაიმე ბოროტისაი და უკეთურებისაი, არცა მეუფებაი, არცა დაუსაბამო არს უკეთურებაი, არცა თავით თვისით მოსრული, არცა ღმრთისაგან დაბადებული, არამედ ჩვენი საქმე არს იგი და ეშმაკისაი, რომელი მოიწია ჩვენზე და არა თუ დამბადებელისგან, არამედ უკრძალველობითა ჩვენითა და უდებებითა. კვალაცა ვთქვა სრულისა მისთვის მართლა ხსაარებისა, ვითარცა წმიდათა მამათაგან მისწავიეს, რამე თუ კეთილ არს ამისთვის თქუმად. გურწმენინ ყოველთა ძეი ღმრთისაი, უწინარეს საუკუნეთა სიტყვაი, რომელი იშვა მამისაგან უჟამოდ და უხორცოდ, და იგივე უკუანაისკნელთა ჟამთა იშვა ჩვენთვის და ძე კაცისა იქნა წმიდისა ქალწულისა და ღმრთისმშობელისა მარიამისგან გამოუთქმელად და უნებელად და უბიცოდ, ჯერ ჩინებითა მამისაითა და თანაშეწევნითა სულისა წმიდისაითა. და გურწამს იგი ღმრთად სრულად და კაცად სრულად, ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა. გურწამს იგი უნებელი ღმრთეებითა და იმე ჩვენგან მიღებულითა მით ბუნებითა, რამე თუ კაც იქნა, რაითა ჩვენ ღმერთ გუყვნეს და დახსნას სასჯელი იგი ცოდვისაი. ესე ცოდვათა და ურჩულოებათა ჩვენთათვის მიიყვანა ნეფსით სიკვდილად, ჯვარს ეცვა და იხილა გემოი სიკვდილისაი, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა. ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა და აღგვამაღლნა ჩვენ ქვემდებარენი ესე ჯოჯოხეთს შინა. და მოვალს კვალად განსჯა ცხოველთა და მკვდართა, დიდებულითა მით მოსვლითა მისითა, ვითარცა მან მხოლო მან უწყის. არღარა ხორცითა სრქელითა, არცა უხორცოდ, არამედ ღმრთი მშვენიერითა და ღმრთის მსგავსითა ხორცითა, ვითარცა მან უწყის, რაითა იხილოს საგანგურემელთა მათ და ჯვარმცუმელთა მისთაგან და ეგოს ღმერთი გარეგან სიზრქისა. რამე თუ ესეცა ახსაარებასა მას მართალსა შინა ჯერ არს რწმუნებად, ვითარმედ ყოფად არს აღდგომა იმ მკვდართა იუეჭველად, და განკითხვაი, და მისაგებელი სამართალთაებ სასჯელთა ღმრთისათა. და ვითარმედ იგი არს ნათელი განწმენდილთათვის გონებითა, ესე იგი არს ხედვაი ღმრთისაი და გულისხმის ყოფაი საზომისაებ სიწმინდისა თითოეულისა, რომელსაც სასუფეველად ცათად სახელვსდებთ. და კვალად ბნელი, დაბნელებულთათვის გონებითა, ესე იგი არს უცხო ყოფაი ღმრთისაგან, საზომისაებ რაქაითვე სიბნელისა კაცადისა და მიცემაი საუკუნეთა მათ სატანჯველთა. ამის ესევით არის მართლისა სარწმუნოებისა საფუძველსა ზედას საყვარელო, ვიქმოდით კეთილთა საქმეთა, რამე თუ სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკვდარ არს, იაკობ 2:26 ვითარცა იგი საქმენი თვინიერ სარწმუნოებისა. და ესე არს ბრძანებაი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელ უბრძანა მოციქულთა ვითარმედ, ასწავებდითო დამარხვათ ყოველი, რაოდენი გამცემ თქვენ, მათე 28:20 ესე იგი არს სარწმუნოებაი მართალი და საქმენი კეთილნი. ხოლო ვინაიდან დიდთა და მაღალთა საიდუმლოთა და მცნებათა ღმრთი მშვენიერთა უბრძანა სწავლად ყოვლისა სოფლისა, ამისთვის განამტკიცებს და განაძლიერებს გონებათა მათთა და ეტყვის. სახარებაი და აჰა ესე რამე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულად მდე სოფლისა. ამენ 28:20 თარგმანი იხილია დიდებული ესე ხელმწიფებაი. მე თქვენთანა ვარო ყოვლადვე, ნუ გეშინინ, ნუცა შეორგულდებით, თუ ვითარმცა თქვენ მცირედთა და უსწავლელთა, შეუძლეთ ამის საქმისა ქმნად, რაითანცა მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელეცით და ასწავეთ დამარხვად მცნებათა ჩემთა. რამე თუ ვინაიდან მე თქვენთანა ვარ, ესე ყოველი ადვილად აღესრულოს.
ხოლო არა მოციქულთა თანაოდენ თქუაყოფად, არამედ ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი იქ მოდინ ცნებათა მისთა, რამე თუ ამისთვის შესწინა, ვითარმეთ, აღსასრულად მდე სოფლისა. არა თუ მოციქულთა ეგულებოდა აღსასრულად მდე სოფლისა ყოფად სოფელსა შინა, არამედ ვითარცავ თქუ, ყოველთა თანააგვით თქუაყოფად მორწმუნეთა მისთა, რომელნი იქ მოდინ ცნებათა მისთა, რამე თუ ვითარცა გუამსა ერთსა ეტყვის კრებულსა მას მორწმუნეთასა, ვითარმე. ნუ გეშინინ ძნელოვანთა საქმეთაგან ამის სოფლისათა და განსაცდელთაგან მომავალთა, რამე თუ უკვე თუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, მე თქვენთანა ვარ და ყოველივე კეთილად განგიმარჯო მოყვარეთა ჩემთა. ესე სიტყვაი ძველსაცა შინა ჰქვა მოსეს და იერემიას და ეზეკიელს, იჯმიდეს რაი წინაისწარმეთ ყველად, მე ვარო თქვენთანა. ეგრეთვე მოციქულთა ხრქვა. და აციხილე ამათი ახოვნებაი, წინაისწარმეთ ყველნი ერთისა ნათესავისა მივლინებოდეს ქადაგებად ხურიათაისა, რომელნი იგი მათნივე ტომნი და ენანი იყვნეს და მრავალგზის იჯმიდეს, ხოლო ესენი ყოველთა წარმართთა მიავლინა და არაი ესე ვითარი თქვეს, არამედ მორჩილებით შეიწყნარეს სიტყვა იმისი. ხოლო მოახსენა აღსასრულიცა სოფლისაი, რაითა არა საწუთროსა ოდენ შრომასა ხედვიდენ, არამედ საუკუნეთა მათსა და დაუსრულებელთა კეთილთა იხსენებდნენ, ვითარმცა ეტყო და ვითარმეთ, რაოდენიცა შრომაი და ჭირი ამას სოფელსა შეგემთხვიოს, წუთერთ არსთა წარმოვალ. რამე თუ თვით სოფელიცა ესე აღსრულებადი არს, ხოლო კეთილნი იგი სასუფეველისანი, რომელნი მიგელიან თქვენ მოყვარეთა ჩემთა, უკუდავარიან და დაუსრულებელ, უოხრჭნო და მიუცდომელ. ესრეთ განაძლიერნა გონებანი მათნი ხსენებითა მის დღისაითა და წარავლინა ქადაგებად ყოველსა სოფელსა, ვინაითგან მადლი წმიდისა სულისაი მოიღეს. რამე თუ ესე თავადმანე უბრძანა, ვითარცა ლუკა გუაუწყებს, ხოლო თქვენ დასხედითო ქალაქსა ამას შინა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო. ლუკა 24:49. სწავლა ის სინანულისათვის და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათვის. კეთილად უკვე და სამართლად განამტკიცნა უფალმან გულნი მოციქულთანი ხსენებითა მის დღისაითა, რამე თუ ნამდვილ ხსენებაი დღისა მისგან კითხვისა ისათნოთა და ღმრთის მოყვარეთათვის საწადელ არს. ვითარცა იგი ცოდვილთათვის და დასჯილთა გონებითა საშინელ არს და საგლოელ. ამისთვის გევედრების საყვარელნო ჩემნო, ნუ გუეშინის ოდენ და ვძრცით მის დღისაგან, არამედ მოვიქცეთ სინანულად, ვიდრეღა ჟამი გუაქურს. განვეშორნეთ ბოროტთა საქმეთაგან და ვიქმოდით კეთილსა, რამე თუ ძალგვიც უკვე თუ ოდენ გუენებოს. არა ხედავთა ვითარ პირველსაცა შჩულსა შინა, ოდეს იგი დიდი ხომ მძლავრობა იცოდვისაი, მრავალნი მძლე ექმნეს ვნებათა და წარხმართეს სათნოებაი. არა აწუმეტესად ადვილ არსა, ვინაითგან ქრისტე მოვიდა და განგვიახლა ჩვენ გზაი სათნოებისაი და ცოდვაი დასაჯა პატიოსნითა ჯვარითათვისითა. გულისხმა ყავთ უკვე, ვითარმედ არაი ძნელი და შეუძლებელი გვიბრძანა. არა გუამცნო განკვეთა იმთათაი, ანუ ფრინვაი ჰაერთა, ანუ განლაი ზღვათაი, არცა სხვაი რაიმე შეუძლებელთაგანი, არამედ ესრეთ ადვილი მოქალაქობაი განგვიწესა, რომელნებაი ხოლო გვიხსულისაი და მეხსეულად წარემართების, არცა მახვილნი უხმან, არცა საჭურველნი. და მიხედენით წმიდათა მოციქულთა, კაცნი იყვნენ ხორციელნი, გლახაკნი და შიშველნი, ვითარ წარხმართნეს ყოველნი მცნებანი ქრისტეს ღმრთისანი. რამე თუ ჭეშმარიტად არაი შეუძლებელი გვიბრძანა უფალმან, რამე თუ იტყვის, ნუ ის ემტერებიო, ნუ ის მოიძულებო, ნუ ბოროტსა იტყვი, შეიყვარე მოყვასი შენი. რა ის შეუძლებელი არს ამათ შორის? უფრო ისად წინააღმდგომნი ამათნი არიან ძნელ და საძულელ, ხოლო ესენი არა ძნელ არიან ბუნებით, არამედ ბოროტნი ნებანი ჩვენი აღვიჩენენ მძიმედ და ძნელად. არამედ განვიფრთხოთ, ძმანო და ვიზრუნოთ ცხოვრებაი სულთა ჩვენთაი.
აჰა ესე რა დაგვიდვა უფალმა საფუძველი ცხოვრებისაი, რა ჟამს უბრძანა მოციქულთა ვითარმეთ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს ცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაც მიდისაითა და ასწავლიდით მათ დამარხვათ ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ. მათეო 28:19-20 ესე არის საფუძველი ჭეშმარიტი, ამისთვის იტყვის ნეტარი პავლე, ვითარმეთ, კაცად ეკრძალენ ვით არ ვინ აშენებდეს. რამე თუ საფუძველი სხვაი ვერვის ხელეწიფების დადებად გარეშემისა, რომელი იგი დადებულ არის იესო ქრისტე. უკვე თუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამასზე და ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაქსა, პატიოსანსა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამე თუ დღემან მან გამოაცხადოს. პირველი კორინთელთა მიმართ 3:10-13 რაც უკვე საცნაურ არს ვითარმეთ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდა იესე მართლა ხსარებაი, რომელი განგვიწესა უფალმან და წმიდათა მოციქულთა და მამათა გვასწავეს და სხვაი საფუძველი ვერვის ხელეწიფების დადებად. რამე თუ რომელთაცა სხვისა საფუძველისა ხელყვას დადებად, იქნეს მწვალებელ და სამართლად შეიჩვენეს და განვარდეს. ხოლო ჩვენ გვაქვს მტკიცე ესე და ჭეშმარიტი საფუძველი. აღვაშენებდეთ მასზე და ოქროსა და ვეცხლსა და ანთრაქსა პატიოსანსა, რომელ არიან საქმენი კეთილნი, დავადგრეთ საფუძველსა ზედა ჩვენსა, რომელ არის იესო ქრისტე, დავადგრეთ მისთანა, ვით არცა ვენახსა შინა არ ვაზი, ნუმცა განვეშორებით ყოვლადვე ქრისტესა. რაითა არა შეგვემთხვიოს, რაი იგი მან ბრძანა, ვითარმეთ, უკვე თუ ვინმე არა დაადგრეს ჩემთანა, განვარდა გარე, ვით არცა ნასხლევი და განხმა და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწვეს. იოანე 15:6 ჰე გევედრები, შეუდგეთ ქრისტესა და ნუ მოვწყდებით მას, რაითა არა წარუწყდეთ რამე თუ წერილ არის. აჰა ესე რა რომელთა განიშორნეს თავნითვის ნიშენგან, იგინი წარწყმდეს. ფსალმუნი 72:27 ხოლო შედგომა იმისი და მიახლებაი საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების რამე თუ იტყვის, რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არის რომელსა უყვარმე. იოანე 14:21 დაიხილეთ, რაოდენითა სახითა შეგვაერთნა მან თავსათვისსა. იგი არის თავი და ჩვენ ასონი, იგი არის საფუძველი და ჩვენ დაშენებულნი, იგი არის ვენახი, ჩვენ რტონი, იგი არის მწყემსი, ჩვენ სამწყსონი, იგი არის სიძე და ეკლესიაი ჩვენი სძალი, იგი არის გზაი, ჩვენ მოგზაურნი, კვალად ჩვენ ვართ ტაძარ, იგი ყოფი ტაძარსა მასშინა. იგი არის პირმშოი და ჩვენ გვიწოდა ძმად, იგი არის მკვიდრი, ჩვენ თანამკვიდრნი, იგი არის აღდგომაი, ჩვენ აღდგომილნი, იგი არის ცხოვრებაი, ჩვენ ცხოველნი. ესე ყოველი შენაწევრებასა და შეერთებასა მოასწავებს და არ არას დაუტევობს შორის, არცა ყოვლადვე ხელგვეწიფების განყოფად მისგან. რომელი განიხოს და განიკვეთოს, წარწყმდეს. რამე თუ განიკვეთოს თუ ასოი გვამისაგან, განკვეთილი იგი მკვდარ არს და წარწყმედილ და ნასხლევი მოიკვეთის რაივაზისაგან უხმარიქმნა. ეგრეთვე ჩვენ, უკვე თუ მცირეცა მოვწყდეთ ქრისტესან, მცირე იგი არა მცირე არს, არამედ მყის დიდ იქმნების და ყოვლითურთ განგვაშორებს. ამისთვის, ოდეს მცირედი რაიმე ვცოდოთ ანუ უდებ ვიქმნათ, ნუ უგულებელს ვყოფთ, რაითა არა დიდი დანახეთ კი იქმნა შორის ჩვენსა და ქრისტესსა და დიდთა ბოროტთა შთავარდეთ, არამედ ვისწრაფოთ, რაოდენ ძალგვიც. თანა შევიწინეთ ლოცვანი წმიდათანი და მოღვაწებანი სულიერთა წინა მძღვართანი, რაითა მცირედიცა იგი წყლულებაი განიკურნოს და არა ძნიად საკურნებელი იქმნეს. და უკვე თუ განსაცდელითა მტერისაითა ვერ დავიცვნეთ თავნი ჩვენი საფუძველსა ამასზე და კეთილსა, არამედ გარდავგორდეთ, ვით არცა ქვანი უხმარნი და დიდ იქნას წყლულებაი ჩვენი უდებებითა ჩვენითა, მერმეცა მოვიქცეთ სინანულად და შეგვეციოს ღმერთი,
რამე თუ არა ჰნებავს სიკვდილი ცოდვილისაი, არამედ მოქცევაი და ცხოვრებაი. შეადარე ეზეკიელი 18:23-33. და ვიდრე სოფელსა ამას შინავიყვნეთ და არა მოწამულიყო სიკვდილი, რაოდენთაცა ცოდვათა შთავარდეთ, ხელ გვეციფების სინანული უკვე თუ გვენებოს, და პირველსავე წესსა მიწევნათ და უმაღლესსაც აახსლათ, უკვე თუ ვიღუაწოთ. აც უკვე ნუმცა ვინ წარიკვეთს სასოებასა, ნუმცა შეიპყრობის სენითა მით უშჩულოთაითა, რამე თუ მათი არს ესე ცოდვაი, ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, უშჩულოი მირაი იწის სიღრმედ ბოროტთა უგულებელსკვის. საცნაურ არს უკვე, ვითარმეთ არა თუ სიმრავლე ცოდვათა იქს სასოწარკვეთილებასა, არამედ უშჩულოისა გონებაი. ხოლო შენ, კაცო, რაღაცა თუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილიყო, თქუ ვითარმეთ, კაცთ მოყვარე არს ღმერთი და ჰნებავს ცხოვრებაი ჩვენი, რამე თუ იტყვის, უკვე თუ იყვნენ ცოდვანი თქვენი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოლნი განვასპეტაკნე. ესაია 1:18 ესე თქუ და განიშორე ცოდვასა, მოიქეთ სინანულად, და მზა არს ღმერთი შეწყნარებად შენდა. აც უკვე ნუ სასოწარკვეთილ ვართ, რამე თუ არა ესრეთ ბოროტ არს დაცემაი, ვითარ დაცემულისა არა აღდგომაი, არცა ესრეთ ძნელ არს წყლაი, ვითარ წყლებისა მის კურნებისა არა ძიებაი. რამე თუ ვინ იქადოს სიწმიდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქუმად, თუ წმიდა ვარ ყოვლისაგან ცოდვისა? არამედ სინანულითა განვიბანეთ ცოდვანი, რამე თუ მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა. და ამას ვიტყვი არა ამისთვის, რაითამცა უდებებად მოგიყვანენ. ნუ იყოფინ. არამედ რაითა არავინ მოვიდეს სასოწარკვეთილებად. გნებავსა ცნობად ვითარ სახიერ არს მეუფეი ჩვენი. წარდგა ოდესმე მეზუერე სავსე ბევრეულითა ბოროტითა და თქვა, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას, ლუკა 18:13 და მოიქცა განმართლებული. რა იმცა იყო სწორი? ამის კაცთ მოყვარებისა? არამედ ესე არს ბოროტი ჩვენი, რომელ არცა თუ ესოდენსალ მობიერებასა ვაჩვენებთ, არცა ხელ ვყოფთ მცნებათა ქრისტესთა აღსრულებად. ამისთვის უკურნებელი ქმნებიან სენი ჩვენი. ხოლო უკვე თუმცა მოვიქეცით სინანულად, არა ძალუთ სიმრავლესა ცოდვათა ჩვენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ. არამედ ჰოი ჩვენი ესე გულფი ცხელობაი. ყოველნი შეგცეულ ვართ ანგახრებასა, ვეცხლის მოყვარებასა, უდებებასა და სხვათა ბოროტთა. მეჩინის ნუ უკვე ითქვას ჩვენთვისცა, რა იგი ხრქვა ღმერთმან იერემიას ურიათათვის, არა ხედავ რასა ესენი იქმან. მამანი მათნი აგზებენ ცეცხლსა, ძენი მათნი კრებენ შეშასა, დედანი მათნი ზელენ წმელსა. იერემია 7:17-18. ნუ უკვე ჩვენთვისცა ითქვას, არა ხედავ რასა ესენი იქმან. ყოველნითვისა ეძიებენ და არა ქრისტესსა, მამანი მიმორბიან მიხვეჭად და ტაცებად, ჩაბუკნი ერევიან საქმეთა ბილწებისათა, დედანი შეგცეულ არიან სამკაულთა და სახიობათა, ცუდთა და მავნებელთა. ვიდრე მდის ვიყვნეთ, ძმანო, მონებასა შინა მამონაისსა. ვიდრე მდის ვიყვნეთ ტყვენი სახმართ მოყვარებისანი და სხვათა მათვნებათა? არა შევიგდიმოთა მამათა ჩვენთაგან 3,000-თა მათ და კვალად 5,000-თა, რომელთა გული და გონება ერთ იყო და არცა ერთმან ვინ თქვის მონაგები მისითვისად, არამედ იყო ყოველივე მათი ზოგად, ორი რაი არს სარგებელი ამის ცხოვრებისაი. უკვე თუ არა ამითა მოვივაჭროთ საუკუნო იგი. იხილეთ ვითარითა სასკიდელითა მოგვიყიდნა ჩვენ ქრისტემან, თავითვის იმისცა და პატიოსნითა სისხლითა თვისითა გვიხსნა საწუთროისა ამისგან ბოროტისა,
დააც ჩვენ კვალა დავამონებთ თავთა ჩვენთა, ვინა იგივი ხსნენით და უძვირესი ესე არს, რომელსაც ადელცა გვიჩნს ბოროტი ესე მონებაი. განვიფრთხოთ საყუარელნო, განვაგდოთ ჩვენგან უღელი ბოროტისა მის სოფლის მონებისაი და დავემონეთ ქრისტესა, რამე თუ არა ხელგვეწიფების მონება თხოვნთისა და მამონაისა. შეადარე მათე 6:24, ლუკა 16:13, ბოროტ არს მონება მამონაისი, აკაზრუნვანი და ჭირნი ცუდნი და მუნ საუკუნესა სასჯელი. ხოლო მონებაი ქრისტეისი აქაცა ტკბილ არს და საწადელ და მსგავს ანგელოსთა და მუნ სანატრელ და დიდებულ. და ნუ იტყვი, კაცო, თუ სიმდიდრე და საფასეთა სიმრავლე კეთილ არს და საქებელ კაცთა მიერ, ხოლო სიგლახაკე საწყინო არს და საწუნელ კაცთა, არამედ იხილე, თუ ვინ მას შინა გამოჩნდა, ანუ ვინ ამას. უპოვარებითა ელია იქცეოდა და ამაღლდა უცხოს ამას გზასა, ამითვე ელისე განბრწყინდა, ამითვე იოვანე ნათლისმცემელი და ყოველნი მოციქულნი. იხილენ მოცა ფენიცა საფასეთანი ვინ არიან, აქაბ, იეზაბელ, გეეზი, იუდა, კაიაფა, ნერონ, ხედავა ვინ არიან იგინი და ვინ ესენი. თქვას ვინმე ვითარმეთ, უპოვრებასა აქვს ჭირი, რამე თუ რაი უხმნა არა პოის. რაი არს ესე სიტყვაი, კაცო? პავლეცა არა სიყვმილითა და სიშიშულითა გარდაიხადნა დღენითვისნი. გარნააც განისვენებს უკუნისამდე. და უფალსა ჩვენსა არა აქუნდა, სადამცა თავი მიიდრიკა. იხილეა, სადაღა აღვიდა ქებაი უპოვრებისა და სიგლახაკისაი და ვის დაამოყუსებს მუშაკთა მისთა. წმიდათა მათ დიდთა და უფროისღა თავადისა უფლისა მობაძავყოფს. უკვე თუმცა ოქროი და ვეცხლი და სიმდიდრე კეთილიყო, არამცა მიეცაა ქრისტეს მოწაფეთა და ჰე ჭეშმარიტად, რომელმან მოუგონებელნი იგი კეთილნი მისცნა, ოქროიცამცა უხვებით მიეცა. გარნა არა ხოლო თუ არა მისცა, არამედ ამცნოცა არა მოგებად. ამისთვის პეტრეს არა სირცხულ უჩნდა სიგლახაკე, არამედ უფროისად იქადოდა და იტყოდა, ვეცხლი და ოქროი არა მაქვს ჩვენ, ხოლო რომელი მაქვს, მიგცეთ შენ. საქმე 3:6 უკვე პეტრე, რომელმან საქმემან სანატრელყო, აღდგინება მან მკელობელისამან, ანუ დატეობა მან საფასეთამან. თავადისა ქრისტესგან ისწავე, რა იხრქვა მან მდიდარსა მას, რომელი ეძიებდა საუკუნესა ცხოვრებასა, არა რქვა, თუ აღადგინენ მკელობელნი ანუ მკვდარნი, არამედ განყიდეო მონაგები შენი და მიეცკლა ხაკთა და მოვედ და შემომიდეგმე. მათე 19:21 და კვალად პეტრე არა თქვა, თუ უფალოა, სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა, რამე თუ მრავალსა იქმოდეს, არამედ თქვა, აჰა ესე რა ჩვენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ, რაიმე იყოს ჩვენ და მათე 19:27 და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაი სანატრელყო, არამედ რომელმან დაუტევოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქვეყანაი სახელისა ჩემისათვის. 100 წილი მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს. მათე 19:29 უკვე საყუარელნო, ჩვენცა ესრეთ ვიქმოდით, რაითა არა სირცხულეულ ვიქმნეთ, არამედ კადნიერებით წარვდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ჰე გევედრები, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, შევინანეთ ცოდვანი ჩვენი, ვიღუაცოთ დამარხვად, რა იგი გვამცნო უფალმან, რაითა იყოს იგი ჩვენთანა, ვითარცა მოციქულთა თანა იყო. რამე თუ უკვე თუ მათსა მოქალაქობასა ვბაწვიდეთ, ჭეშმარიტად ჩვენთანაცა იყოს, ვითარცა მათ აღუთქვა, ვითარმეთ, აჰა ესე რამე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულად მდესოფლისა. მათე 28:20
ჰე უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყვარეო. ნუ განმეშორები ჩვენგან, ნუ დამიტევებ ჩვენ, ნუცა დაგვაგდებ ჩვენ, არამედ ჩვენთანაჯერ იჩინე მარადის ყოფად. ახოცენ ხელით წერილნი ცოდვათა ჩვენთანი, გვიხსნან მძლავრებისაგან ეშმაკისა, ყვენ ჩვენ მუშაკ მცნებათა შენთა, წარმიძეღუნებასა შენსა ყოვლად წმიდასა და ღირს გუყვენ მიმთხვევად კეთილთა მათ მოუგონებელთა და გამოუთქუმელთა ზეცისა სასუფეველსა შენსა. რამე თუ შენ ხარ, რომელსა გნებავს ყოველთა ცხოვრებაი და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსვლაი. და შენი არ სუფევაი, ძალი და დიდებაი თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით და სახიერით ცხოველს მყოფელით სულითურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. დიდებაი შენ და სამებაო წმიდაო, ერთღმრთეებაო და ერთარსებაო, სრულმყოფელო ყოველთა კეთილთაო, რომელმან ღირს მყავ უღირსიესე სრულყოფად თარგმანებასა წმიდისა ამის სახარებისასა. წმიდანო მახარებელნო და წმიდაო იოანე ოქროპირო, მეოხე ყვენით წინაშე უფლისა მამასა ჩემსა იოანეს და მეცა შემიწყალეთ, უღირსიესე და მრავალთა ცოდვათა თანამდები მონაი თქვენი ეფთიმე. და დიდად მოსავი თქვენი წმიდა იბერი იოანე გრძელისწე მოხსენებულყავთ, მარადის წინაშე ქრისტეს ღმრთისა, რომელმან ესე წიგნი შეჰემზადა. და თქვენცა რომელნი იკითხვიდეთ ლოცვა ყავთ წადიერებით და სარწმუნოებით შრომისათვის, მამანო და ძმანო და თქვენცა ღირს იქნეთ მადლსა. გევედრები ყოველთა, რომელნი ამას წიგნსას წერდეთ, ესე ანდერძი დაუკლებელად თანა დაწერეთ. ვინ არა დაწეროს, დიდ საბრალსა თანამდებარს. და აღესრულა თარგმანებაი ესე ნუსხად მათეს თავისაი სრულიად ხელითა გლახაკისა ეფთიმესითა მთასა წმიდასა ათონას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. ვინცა იკითხვიდეთ შრომისათვის, ლოცვა ყავთ და ზომად წერისათვის შემინდვეთ. უცალო ვიყავ და უფრო ისი ღამით მიწერია. დაიწერა მთასა წმიდასა ათონას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, ინდიქტიონსა ბერძულად იე, ქრონიკონში იყო დასაბამითგან წელთა ხფი. იგულისხმება ანდერძი, რომელიცად 10 ხელნაწერში მოსდევს თარგმანების ტექსტს. და იბეჭდა აი ტომში იხილეთგუ. 9. აქ წყდება 10 ხელნაწერი. შევსებულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის 20 ხელნაწერით.